წავიდგეთ პროექტს, მაშინ რაღაცავად ღარიბია. აი ეს ილია სიტყვები დღესაც აქტუალური არის. ჩვენი ქვეყანა, რომელიც მდიდარი არის ბუნებრივი და ადამიანური რესურსებით, მაინც ისევე დღესაც კიდევ ამ პრობლემის წინაშე დგას. აი ეკონომიკა გვეხმარება თუმცა აი ამ პრობლემის გადაწყვეტაში. ჩვენ ვერ ვიყენებთ სწორად იმ რესურსებს, რომელიც გააჩნია ჩვენს ქვეყანას. რა არის ამისი მიზეზი? იმიტომ რომ ჩვენ არ აქვს შესაბამისი ცოდნა, რომ სწორად მოვახერხოთ ამ რესურსების განაწილება. აი ეკონომიკა მარტო უძლური არის ამ პრობლემის გადაჭრაში. რა თქმა უნდა, ეკონომიკას ამ პრობლემის გადაჭრაში ეხმარება მათემატიკა და რა თქმა უნდა გეოგრაფია. და დღეს 21 საუკუნეში მნიშვნელოვანი არის ასევე ინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. და რა თქმა უნდა, დღევანდელი პროექტი ნათელი მაგალითი არის იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ყველა ამ საქმის ერთად ინტეგრირება, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გქონდეს. ჩვენს პროექტზე მუშაობდნენ პედაგოგები ბელა აკობიძე, ბეცეკ მაჩიტაძე და მურმან სურმალა. პროექტის მონაწილეები არიან მე-11 კლასის მოსწავლეები, თითოეული ჯგუფიდან წარმოდგენილი არის 5 კადეტი, ასევე გეოგრაფიის პრეზენტაციაში ჩართული არის კიდევ დამატებით 2 კადეტი. ანუ სულ მონაწილეობს 22 კადეტი, აი ამ პროექტის მონაწილეობდა 22 კადეტი ამ პროექტის განხორციელებაში. რა შეიძლება ჩვენი პროექტის მიზნები არის ეკონომიკის, გეოგრაფიის, მათემატიკისა და ისის ინტეგრირებით ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღება. და ასევე მეორე მნიშვნელოვანი მიზანი არის ასევე ჩვენი პროექტის ეფექტიური უტოპობისა და პროგრამა გეოგრაფიის გამოყენებით მოგებისა და ზარარის განხორციელება. აი ჩვენი დღევანდელი მუშაობის ფორმატი 4 ნაწილისაგან შედგება. პირველი ნაწილი არის ეს კადეტები წარმოადგენენ პრეზენტაციას გეოგრაფიაში, ძირითადად განხილული არის 3 საკითხი. პირველი არის ეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა და კონკრეტულად კადეტების მიერ იყო შერჩეული 2 რეგიონი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოსათვის, მაგრამ მათ რატომღაც ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ნაკლები ყურადღება ექცევა. ძირითადი აქცენტი გადატანილი არის შავი ზღვისპირეთზე და ასევე ბორჯომი და გუდაურის, აი კონკრეტულად ამ რეგიონების გაძლიერებაზე. მეორე თემა იქნება წარმოდგენილი სამხრეთ-ჯავახეთის ეკონომიკური პერსპექტივები და ასევე რაჭა-ჩხუმისა და ქვემო სვანეთის ეკონომიკური პერსპექტივები. მეორე ეტაპი ჩვენი პროექტის ეს არის მათემატიკური მოდელის შექმნა, ანუ კადეტები შეეცდებიან ეკონომიკური ამოცანის გადაჭრას მათემატიკური გზის, ანუ მათემატიკის გამოყენებით. შემდეგი ეტაპი არის ეს უკვე კადეტები უკვე თავად წარმოაჩენენ თავისას, როგორი მეწარმეები არიან ისინი აი ამ ეტაპზე კონკრეტულად როგორ შეუძლიათ მათ არსებული რესურსების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რომელი კონკრეტულად დღევანდელ თამაში ექნება სათამაშო უნდა წარმოდგინოს იმ რესურსების გამოყენებით, რომელიც მათ დაურიგდება. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ კადეტები, რომლებიც შემდეგი ნომინაციების სახით, შემდეგ ნომინაციებში ეს იქნება საუკეთესო პრეზენტაცია, პირველი უნდა გამოვლინდეს გეოგრაფიაში, მეორე ეს მათემატიკაში და ბოლო მესამე ნომინაცია ეს არის ისტის გამოყენება, ანუ კონკრეტულად პროგრამა გეოგებრაში. ასევე გამოვლინდება მოდელირებულ თამაში ჩვენი ფირმა იქ ბავშვებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი სათამაშო, ანუ რეკლამა უნდა გაუკეთონ სათამაშოს. შეიძლება ის კონკრეტულად ის გუნდი არ იყოს დაუშვათ გამარჯვებული, მაგრამ რეკლამა ხოდეთ ძალიან კარგად და ნათად წარმოდგენილი. შესაბამისად კიდევ ერთი დამატებითი ნომინაცია არის საუკეთესო რეკლამა. და ბოლოს კი დაჯილდოვდება ის გამარჯვებული გუნდი, რომელიც ყველაზე მეტ მოგებას მიიღებს მოდელირებულ თამაში.